შევამოწმოთ ხელოვნური ინტელექტის სიდებილეზე. მე ექსპერიმენტი ჩავატარე Google-ის ხელოვნური ინტელექტზე, რომელსაც ქვია Gemini და ძალიან საინტერესო რამე მოხდა. ბევრი ამბობს, რომ ის ძალიან ჭკვიანი არის და მას ლოგიკის უნარი გააჩნია და მოკეთ ყველაფერი შეუძლია. მე ახლა განახებთ ერთ ვიდეოს, რომელიც მე თვითონ გადავიღე და ბოლოს დავასკვნათ ჭკვიანია თუ არა Gemini. აი ესეთი პრობლემა მაქვს, შეუკვეთე ბოტასები და ჩამომივიდა შეცდომით. მარჯვენა მარცხენაა და მარცხენა მარჯვენა. რა უნდა გავაკეთო? თქვენ სიტუაციაში, როდესაც ბოტასების შეცდომით მოგივიდათ, როცა მარჯვენა მარცხენაა და მარცხენა მარჯვენა, პირველი რაც უნდა გააკეთოთ არის დაუკავშირდეთ იმ მაღაზიას ან ვებსაიტს, სადაც ბოტასები შეიძინეთ. აცნობეთ მათ შეცდომის შესახებ და მოითხოვეთ სწორი ზომის ბოტასების გამოგზავნა. და ამ შემთხვევაში რა გავაკეთო? ამ ბოტასებს ვეღარ გამოვიყენებ და ეხლა რასაც ხედავს სურათზე. ბოდიშს გიხდით, რომ ეს პრობლემა გაქვთ. რადგან ბოტასები, როგორც ჩანს, მარჯვენა და მარცხენა ფეხზე არასწორად არის მორგებული. მათი გამოყენება, რა თქმა უნდა, შეუძლებელია. გირჩევთ და უკავშირდეთ მაღაზიას ან ვებსაიტს, სადაც ისინი შეიძინეთ და აცნობოთ მათ შეცდომის შესახებ. აუცილებლად მოსთხოვეთ სწორი წყვილის გამოგზავნა. იმედია, მალე მოაგვარებთ ამ პრობლემას და შეძლებთ ბოტასების გამოყენებას. როგორც ხედავთ, არანაირი ლოგიკის უნარი არ გააჩნია ჯერჯერობით ხელოვნურ ინტელექტს და ტესტი წარმატებით ჩააბარა. ნამდვილად დებილია ასეთ საკითხებში ხელოვნური ინტელექტი. შემდეგ ჯერზე თუ დაინტერესდებით, შევამოწმოთ მაგალითად ChatGPT. გამოიწერეთ ჩემი არხი, მოიწონეთ ეს ვიდეო და გაუგზავნეთ თქვენ მეგობრებს. მათი აზრით საინტერესოა ხელოვნურ ინტელექტზე.